გამარჯობათ. ეხლა თქვენ კადრში ხედავთ ჩვეულებრივ ელექტროსასწორს, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირად იყენებენ მაღაზიები იქნება ეს თუ ბაზარში გამყიდველები და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აწონვა ხშირად უწევს. მე უბრალოდ სახლისათვის მაქვს ის ნაყიდი, იმიტომ რომ არც ისე ძვირი მოწყობილობაა. დევს და ხანდახან იშვიათად რაღაცებს ვწონი ხოლმე, რაც მჭირდება. ასე ვთქვათ. ეხლა ერთი ასეთი შეკითხვა. თქვენი აზრით, რამდენი გრამია 1 კილოგრამში? ვიღაც მეტყვის რომ 1000 ეს ვინც სკოლაში ფრიადოსანი იყო. ვისაც ხშირად უხდება ყიდვა და მერე ნაყიდის გაკონტროლება უყვარს, მეტყვის რომ 1000 ან ნაკლები. მეც მიყვარს ხოლმე გაკონტროლება, სიბერეში ეტყობა ცოტა ინტრიგნობა მომეძალა და ხანდახან ვაკონტროლებ ხოლმე ნაყიდობებს. და ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ 830-დან 1040-მდეა გრამი 1 კილოგრამში. უფრო სწორად, რაც 1 კილოგრამმადან მაქვს ნაყიდი, იყო 830-იც და იყო 1040-იც. შეიძლება მითხრათ, რომ ეს ალბათ ზედმეტად პატიოსანი გამყიდველები იყვნენ, მაგრამ გამყიდველი არაფერ შუაში უბრალოდ სასწორი ედოთ. არასწორად, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არ იყო და ასეთ დროს სასწორმა შეიძლება მოიტყუოს როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის სასარგებლოდ. ეს არის მეტი არაფერი. ასეთ სასწორს აუცილებლად სჭირდება ჰორიზონტალურ ზედაპირზე რომ იყოს. ეხლა არც არასოდეს გამყიდველთან მიჩხუბია შეჩეული ვარ რომ 1 კილოგრამში რომ 800 გრამიც მომცენ. ეხლა რას ვიზამთ? ცხოვრება ისეთი, ამას მე ვერ გამოვასწორებ. უბრალოდ გამოკვირვა საერთოდ ჩემს ირგვლივ ადამიანების დამოკიდებულებამ, რომ ელექტროსასწორით როგორ შეიძლება რომ მოიტყუო. რადგან ძალიან ბევრს გონია რომ ამისათვის უმაღლესი მათემატიკა უნდა იცოდე, ან ელექტრონიკაში ერკვეოდე და ელექტროინჟინერი უნდა იყო და ასე შემდეგ. სულაც არ არის ბატონებო ესე. ახლა მე ცოტა ხანში ამ ელექტროსასწორს ისე გადავაპროგრამებ, უბრალოდ კი არ გადავაპროგრამებ. ისეთნაირად დავაყენებ, რომ ის ძალიან მაგრად მოიტყუება წონაში. ეხლა უბრალოდ მისი საშუალებით ავწონოთ რამდენიმე ნივთი. პირველი ეს 910 გრამიანი ყუთია. შეხედეთ, 910 გრამია და ზედაც 910 მიწერია. მე ეს წინასწარ ავწონე, სანამ ვიდეოს ჩავიწერდით. так, შემდეგ ეს ელექტროდების ყუთი. ეს არის 4 კილოგრამი ზუსტად. შეხედეთ, 4000 მიწერია და წონაც 4000 აქვს. ასე გვიჩვენებს სასწორი. და კიდევ ერთ ნივთს ავწონი, მე მგონი საკმარისი, ახლა ყველაფერი რა ცოტა ხშირად რო ავწონო. ამეტანი შორს წავალთ, ცელოფანის ხვეულა, მისი წონა არის 2510. სხვათა შორის ეს საკვები ცელოფანის ხვეულა ძალიან გამოდგება მინის ათბურებისათვის, მაგისათვის ვიყენებ ხოლმე. უბრალოდ ეს თავად გაჩვენეთ, მაგრამ სასწორზედაც სწორედ ეს არის. ეხლა როგორ შეიძლება სასწორი გამოვიყვანოთ ისე მწყობრიდან, რომ მან აწონოს არასწორად და მოატყუოს, თქვათ, მომხმარებელი. ამისათვის საჭიროა ინსტრუქცია წავიკითხოთ წესიერად. მასში არის ეგრეთ წოდებული კალიბრების პროცესი. კალიბრებას თუ არასწორად ჩავატარებთ, ჩემო ბატონო, ასეთ შემთხვევაში ეს სასწორი კარგად მაგრად მოიტყუება. ეხლა რა მინდა გითხრათ, ეს სასწორი როგორც ვიყიდე, სწორედ ისე მიდევს,
თქვათ, არსად არ მეტროლოგიის სამსახურში არანაირში არ დამიმოწმებია, გადამიმოწმებია, იმიტომ რომ ჩემთვის წონი რაღაცეებს რა. ასე ვთქვათ და ეხლა ნახავთ, როგორ მოიტყუებს ეს ასწორი უკვე ნაჩვენები ნივთების შემთხვევაშიც კი. კალიბრებისათვის უნდა ვიშოვოთ რაიმე ტვირთი, რომელიც დაახლოებით იქნება ამ სასწორს, რაც შეუძლია აწონოს, ამას შეუძლია აწონოს 40 კილოგრამი მაქსიმუმ, აი დაახლოებით 40-ის ნახევარი, 15-20 კილოგრამიანი რაღაც ნივთი უნდა ვიშოვოთ. მაგრამ სავალდებულო ეს არ არის, შეგიძლიათ 1 კილოგრამიანით გააკეთოთ კალიბრება, მაინც კარგად იმუშავებს, შეიძლება ითქვას. ეხლა მე აი ამ 4 კილოგრამიანი ელექტროდებით გავაკეთებ კალიბრებას, მაგრამ გავაკეთებ არასწორად. ისე, რომ სასწორმა მოიტყუოს შემდეგში კალიბრების შემდეგ. უყურეთ, რას ვაკეთებ ამისათვის. ჯერ გამოვაჩენ ნულს. ამისი გამოჩენა აუცილებელია. შემდეგ აუცილებელია ვიცოდეთ ამ სასწორის კოდები. ეხლა ჩინურ სასწორებს, რომლებიც აქ იყიდება, ყველას ერთი და იგივე პროცესორი უყენია, პროცესორის ჩიპი და აი ერთი და იგივე კოდები აქვთ. ეხლა აი კალიბრების კოდებს ხედავთ. რომელიღაც მოწყობილობას ფიზიკურად შეიძლება იყენოს 3648, რომელიღაცას 2068, აი ამ კოდებიდან ერთ-ერთი იქნება რა. ეხლა ან იქნება ასე 4 ნიშნა რიცხვი, ან იქნება 10-ბიტი წერტილით, მაგალითად 36.18. ეს უფრო ძვირიან მოდელებზეა, რომლებიც უფრო დიდ წონებს წონიან. ეს კოდები მოცემული არის ვიდეოს აღწერაში. ამ ჩვენი მოწყობილობის კოდი არის 3648. ეხლა უყურეთ კარგად რას გავაკეთებ. გამოვაჩინე ნულები და უნდა ავკრიფო, აი სანამ ნულებია, ეხლა დავაგვიანებ, უნდა ავკრიფო აი 3648. უყურეთ 0 3 6 5 8. პირველი სამიანი გაქრა, მაგრამ არა უშავს. ეხლა უნდა დავაჭირო ხელი ტარას. დავაგვიანე უკაცრავად, ისევ გავიმეოროთ. 3648 ტარა. შევიდა კალიბრების რეჟიმში. აი შეხედეთ? კალიბრების რეჟიმში შევიდა. ვაჭერ ერთს და ტარას. ტარა ცუდად აიღო, გამოჩნდა ორიანი. ეხლა ვდებ აი ამ ტვირთს, რომელიც არის ზუსტად 4 კილოგრამი. აბატონო, აი ზუსტად 4 კილოგრამიანი ტვირთი დავადე. ეხლა ისევ ტარას უნდა დავაჭირო. გამოვიდა 3. ეხლა უნდა ავკრიფო ამისი ზუსტი წონა. მაგრამ ეხლა მე ამის ზუსტ წონას კი არ ავკრიფავ, ეს ჩემთვის არის საკალიბრო ტვირთი. არამედ დაუწერ ამის პროცესორს, რომ ამაში აქ 4 კილოგრამი კი არა, 6 კილოგრამია სინამდვილეში. უყურეთ, 6000. აბატონო, ისევ დავაჭირე ხელი ტარას. აი მთავარი მამაძაღლობა უკვე ჩავიდინე. ეხლა 4-ზე რომ 0 წერია, აქ უნდა ავკრიფო რამდენი კილოგრამის აწონვა შეუძლია მაქსიმუმ ამ სასწორს და ამ სასწორს შეუძლია 40 კილოგრამის აწონა, ანუ 40000. ესე იგი 40000 გრამი. ეხლა ავკრიფოთ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს გაზომვისათვის. გაზომვისათვის რა მამაძაღლობაც იყო საჭირო, ის უკვე ჩავიდინე. ეს შემიძლია ჩამოვდგა კიდევაც. Так. Вкрепав. ორმოცი 1000 ტარა არა იყო. ეხლა დისკრეტიზაციის კოეფიციენტებს მიწერს, 3 დაუდასტუროთ ისევე 3 და ტარა და 6-ე მე-6 კოეფიციენტი ეს არის ისევ დისკრეტიზაციის კოეფიციენტია 10 იყოს ტარა. всё. გასწორდა სასწორი, ეხლა 0-ია. ეხლა რო დაუდებ ამას, რომელიც სინამდვილეში 4 კილოგრამი არის.
შეხედეთ რას დამიწერს. აი 6 კილოგრამი გამომიწერა. ეხლა რომ მოვიღო ის 900 გრამიანი, აი რაც 900 გრამი იყო. 1360 გრამი დაწერა. ანუ 400 გრამი მოვატყვე 1 კილოგრამზე ნაკლებ წონაში. ეხლა ვნახოთ ის რომელიც 2 კილო ნახევარზე ცოტა მეტი იყო 2510 გრამი. აი ეს. შეხედეთ 3760 გრამი. აი ესე ხდება მოტყუება. ასე რომ ელექტრონიკა, მაღალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. თავარი ადამიანი არ იყოს არაკეთილსინდისიერი, თორე ქურდობას უფრო ამარტივებს, ვიდრე ართულებს. მექანიკურ სასწორზე ბევრად უფრო რთული იყო მოტყუება. ჩვენ ბატონო და აქ ბევრად უფრო ნაკლებია. თან მით უმეტეს ადამიანებს რატომღაც ჯერათ, რომ რადგან ელექტრონული სასწორია, ის აუცილებლად უნდა იყოს სწორი და სწორად გვიჩვენებდეს რიცხვებს მსგავსი არაფერი. ეხლა მე რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას სასწორები გადმოყენებული აქვთ, მაგრამ ფაქტია გვხვდება ისეთი და არც თუ ისე იშვიათად, რომლებსაც სასწორი აქვთ გადაყენებული და ასე გვატყუებენ რა ვთქვათ კილოში 100 გრამს, ზოგი 200-საც იტყუება. ეხლა ხანს ჩემი ერთი ნაცნობი ისე დააგვიმეს გაოცებული მოვიდა ჩემი სასწორი ხომ არ იტყუება ვოკაცო. 3 კილოში მისცეს 2, მივიდა სახშია წონა, ამოვიდა 2, მერე რადგან ჩემთან ახსოვდა რომ ციფრული სასწორი იყო, მოიტანა და აქაც 2 გამოდგა. ანუ 3-ში 1 დააწერეს რა. აი ესეთი რაღაცა მოხდა. ხუდა. ეხლა რა უნდა ვქნათ იმისათვის რომ ასეთი რამე არ მოხდეს. ასეთი რამე რომ არ მოხდეს, უნდა გქონდეთ რაღაცა ერთი არ არის საჭირო დამატებითი სასწორის, პატარა სასწორის წაღება. უნდა გქონდეთ რაღაცა ერთი აწონილი სწორად თვირთის რაღაც 800, 900, 1000 გრამი ასეთ ფარგლებში, რომლის წონა გეწოდინება ზუსტად და გამყიდველს დაუდეთ სასწორზე სანამ რამეს აგიწონით, აბა როგორ წონის შენი სასწორი. აი ეს შეგიძლია შეამოწმოთ. და მერე ბოლოს და ბოლოს არ იყიდოთ მისგან, თუ დაინახეთ რომ გატყუებთ და ფასისა და იმ კოეფიციენტის შეფარდებით, ჯობია ისევ სხვასთან იყიდოთ, რომელსაც მეტი ფასი უდევს და ასე ვთქვათ, ნაკლებად იტყუება. შეიძლება უფრო ძვირის გადახდა, უფრო იაფი გამოდგეს სინამდვილეში. ეხლა მოდი ეს ასწორი დავაბრუნოთ თავის ადგილას, იმიტომ რომ მე სულაც არ ვაპირებ საკუთარ თავს მოვატყუო. აბატონო C და 3, 6, 5, 8. აგერ ეხლა ვაჭერ ტარას. აბატონო გადავიდა კალიბრებაზე. მივაჭირეთ ხელი ერთიანს, შეხედეთ. ეხლა კიდევ ერთხელ ტარას და გადავიდა თავისით 2-ზე და ტირეები დაწერა. ეხლა დავდოთ ის საკალიბრო ტვირთი, რომელიც სინამდვილეში 4000-ია. ეხლა დავაჭიროთ ხელი ტარას. გადავიდა 3-ზე. ეხლა 6000 აღარ უნდა ავკრიფოთ, უნდა ავკრიფოთ სწორი რიცხვი. 4000. ისევ ტარა. ეხლა ჩვენ გავასწორეთ ის მატყუარა რიცხვი. ეხლა უნდა ისევ ავკრიფოთ რამდენს წონის 40 კილოგრამს, ანუ 40000 გრამს. ვკრიფავ 40000. აბატონო ისევ ტარა. ნუ 5-ზე, ესე იგი მეხუთე პარამეტრი არის 3, ეს დისკრეტიზაციის პარამეტრებია. შევიყვანოთ ტარა და მე-6 პარამეტრი არის 10. სხვა შორის აქ რო რაიმე შეცვალოთ, მე-6 პარამეტრზე არ დაიმახსოვრებს ეს ასწორი, ზოგი იმახსოვრებს, ზოგი არ იმახსოვრებს. აქ ეს 10 დავტოვოთ, ტარა ავკრიფოთ. აბატონო უკვე მიჩვენებს 4 კილოგრამს. ეხლა ძველი ჩვენებები აღდგება ამისი. შეხედეთ. არა მარტო ამაზე. აი ეს 900 გრამიანი ისევ დავდოთ.
აბატონო 910 გრამია. ასე რომ ელექტროსასწორმა სულ თავისუფლად შეიძლება რომ მოგვატყუოს და ამისათვის უნდა ჯიბეში გედოთ, როცა წახვალთ რაიმეს ასაწონის საყიდლად, რაღაც პატარა ტვირთი, რომლის ზუსტი წონაც გეცოდინებათ. ეხლა რამდენად მოგივათ გამყიდველთან კონფლიქტი და რამდენად მოერიდებით, ეს უკვე თქვენი საქმეა, მე კონფლიქტური საერთოდ არა ვარ და არ დავდივარ ასეთი საწონით, მაგრამ რეკომენდაცია ეს არის, რომ თუ არ გინდათ მოგვატყუოთ, იქონიათ მით უმეტეს ამ ვიდეოს გამოსვლის მერე, თუ ვინმე მარიცოდა, როგორ გადაეპროგრამებინა, ასე ვთქვათ, უბრალოდ გადაეკალიბრებინა სასწორი, ეხლა ამის მერე ეცოდინება. ამიტომ მით უმეტეს სასურველი არ შეასრულოთ რეკომენდაცია და იქონიოთ, ესე იგი, საკონტროლო საწონი. ეს თუ იქნება მთლად ზუსტი პრეციზიული გირი, კიდევ უკეთესი, თუ არა, შეგიძლიათ ბოთლით წყალი აიღოთ და იმისი ზუსტი წონა იცოდეთ და მერე თუ გიჩვენებთ იმ წონასთან ახლოს შედეგს. ეხლა მცირე სტომილება შეიძლება ხომ გეუბნებით სასწორის დახრითაც იყოს განპირობებული, ამას არ აუშავს. მაგრამ იმ წონასთან ახლოს შედეგს თუ გიჩვენებთ, ესე იგი ძალიან ბევრს არ იტყუება თქვენი გამყიდველი და შეგიძლიათ იყიდოთ. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.